და პოტენციურ მეგობრებო. ეხლა ყოველგვარი შესავლის გარეშე დავიწყებ ვიდეოს ჩაწერას, ვიწყებ. დანარჩენებს შესავალს მე გავუკეთებ. შუაში. ეხლა რა ხდება? ეს ელემენტარულად დაგიხსნით. მოვედი სკეიტის შესასწავლად. ამოდენიმე დღეა უკვე გამოვარჩი ჩემ მეგობარს სკეიტი და სანამ ვიყიდი მინდა რომ ვისწავლო და ვნახო რა არის და თუ მომწონს და თუ მჭირდება რა. ვიცი რომ მჭირდება, იმიტომ რომ ესეთი გეგმა მაქვს სამოგზაურო ტოპირებს წასვლას და ამ მოგზაურობაში გადაადგილების საშუალება მჭირდება და თონი სკეიტი მოტომოგზაურობაში ყველაზე კომპაქტური რამ იქნება. ამჟამად ვიმყოფები სლოვაკეთში და მინდა პორტუგალიის მიმართულებით გავემგზავრო რა. ფიქრობ დაახლოებით თვენახევრით ალბათ ვნახოთ როგორ მოხერხდება რა. და გზადაგზა საინტერესო ფიქრობ რომ ძალიან საინტერესო ვიდეოების შემოთავაზებას შევძლებ. ეხლა უბრალოდ ვიწყებ ამ ვიდეოს, რათა მივეჩვიე კამერასთან მუშაობას. რაღაც გამოცდილება მაქვს კამერასთან მუშაობის. ვიღებდი ვიდეოებს, ვარჯიშის ვიდეოებს, რომელსაც ჩემს სოციალურ ქსელში ვათავსებდი. კრივის მწვრთნელი ვარ. ხო და მაგამაში ვიღებდი. ამოვედი, კაი ადგილია ძალიან. და მინდა გაჩვენოთ რა. რა ცოტა ქარია და შემცირდა. აუ ცოტა კი არა, კაი ქარია და მაგრად შემცირდა. არა ვშ. მეგონი კარგია. დიდი ბორბლებით რაღაც ლონგბორდის ბორბლები აქვს და არის ისეთი short longboard-ი უცნაური რამაა, მაგრამ კაია. აუდგავს ახლები ძალიან საყვარლობა. ძალიან კაია. აჰა. ესეთი კოტეჯები მინდა რა. ძალიან ახლა როგორი ხედი აქვთ. აგერ ბავშვების სათამაშო ადგილები. და ექსეშენი. მაგრამ დაგეტილია ყველაფერი მგონი. ჯერობით. მაინც ახალი გადასულია ზამთარი და იმდენი ხალხი არ მოძრაობს. სწორედ ზაფხულზე აქ ლომად ხალხია. ხოლმე. ამათ უყვართ სლოვაკებს ძალიან. ბუნებაში გამოსვლა, ზოგადად ბუნება ულიან ძალიან. ყველა ევროპულ
როგორც ყველა ევროპულ ქვეყანაში ჩვენს უნდა ვისწავლოთ მოვლა აუცილებლად ჩვენის მოვლა თორე ხო იცი უპატრონო ეკლესიას როგორ არის ნათქვამი ესაც უნდა მოუვარო რომ მე ხო ფიქრობ საქართველოში თუ ჩამოვედი და დარბაზი გავხსენი ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მექნება დარბაზში მოსწავლეების მიღებისა ის რომ ქალაქის დასალაგებლად უნდა იყოს ყველა მზად როცა საჭირო გახდება აუცილებლად ავიყვან ხოლმე და ქალაქს დავალაგებთ დავასუფთავებთ ისე რომ გრეხი არავის ეგონოს უბრალოდ ისე რომ სოდვა და სასირცხვილო არავის ეგონოს დაუგება და დასუფთავება რა მივცემთ მაგალითს ფიქრობ ჩამოვიდე საქართველოში აუცილებლად უნდა ეს პერიოდულად მაინც ეს პერიოდით ნაწილობრივ ევროპაში, ნაწილობრივ საქართველოში ვიყო ხოლმე. ევროპაში ცხოვრება ძალიან შევეჩვიე, ძალიან მიყვარს და ალბათ მთლიანად არ მინდა რომ ჩამოვშორდე რა. მოგვიყველი ვიცი. ჩემი ნახოს ცხოვრება რა იქნება. ესე ნელი გაზით კარგად დავდიო. ნელი გაზით. აი იყო. კეთესიც შეიძლებოდა. ავიდეთ ახლა სხვა ადგილი ვნახოთ. ჯერ უნდა ვჭამოში ამაგა. ჩავერთვებით კიდე. სხვა უკეთესი ადგილია.